თავიდან რაზეც იყო საუბარი, რამდენიმე ადამიანმა ისაუბრა ერთობაზე, ვიცი 2022 წლის აპრილიდან მაგაზე ვლაპარაკობ და მაშინ წინასაარჩევნო ამბავი არ გამოვიდა, თუმცა რაც გამოვიდა იმანაც გაიმარჯვა, ამ 4 პოლიტიკურ რაღაცა პოლუსად დალაგებამაც გაიმარჯვა, მაგრამ ეხლა ამ რეალობაში, როცა არჩევნები პრაქტიკულად აღარ გვაქვს, მე უბრალოდ მიზეზს და არგუმენტს ვერ ხედავ იმისა, თუ როგორ შეიძლება, რატო შეიძლება ყველა ერთად არ დავდგეთ. მეტიც, ანუ მე მჯერა რომ თუ უცხოელები ვართ, როცა ვამბობთ, რომ ჩვენ რუსეთს ვებრძვით, ერთადერთი გზა არის, რომ მაგით უნდა დაიწყო, რომ ჯერ საჭირო არის ძალების კონსოლიდაცია. თუ ვერავის ვერ დააჯერებ, ვერც ქვეყნის შიგით, ვერც ქვეყნის გარეთ, რომ შენ ცალკე დაამარცხებ რუსეთს. გარეთ მით უმეტეს, იმიტომ რომ გარეთ, როდესაც ჩვენ მეგობრებს ველაპარაკებით, ჩვენ ხო იმათ არ ვეუბნებით, რომ რაღაც ეს არის რაღაცა მარტო საქართველოსთვის ბრძოლა. ხო, იმათ ველაპარაკები უხსნით ისეთ არგუმენტებს, რაც მათთვისაც უნდა გახდეს საინტერესო, რატომაც უნდა დაგვეხმარო, ხო? ამიტომ უხსნით მათ, რომ რუსთაველზე არ წყდება მარტო საქართველოს ამბავი, რუსთაველზე წყდება სომხეთის ამბავი, შავი ზღვის უსაფრთხოების ამბავი, ბევრჯერ ვილაპარაკე ამაზე, ცენტრალური აზიის ქვეყნების გასვლა ევროპაზე და დასავლეთის შესვლა ცენტრალურ აზიაში და ასე შემდეგ, რომ აქ არის მათი ინტერესი, რომ საბოლოო ჯამში ეს რაღაცა ევროპის მომავალი და ევროპის უსაფრთხოების საკითხი არის. და ამას ყველაფერს წინააღმდეგება რუსეთი, ამიტომ, ხო და ანუ მე იქიდან მარტივი კითხვა მოდის, რომ თუ რუსეთს ებრძვით, მაშინ რა გჭირთ? ან აქ მატყუებ, როცა მეუბნები რომ რუსეთს ებრძვი, ან რა ვიცი, მიამიტები ხართ, ან სულელები ხართ, რომ ვერ ხვდებით, რომ მაშინ ერთად უნდა იყოთ თუ რუსეთს ებრძვით, ხო? ამაზე რამდენიმე დღის წინ დავწერე, ჩემი აზრით თავარი პრობლემა არის ნდობის ნაკლებობა. რაღაც თვალსაზრისით ძალიან მახსენებს ეს რეალობა 90-იანებს, როცა აი ეროვნული მოძრაობა რო იყო და ყველას რო სუკის აგენტს ეძახდა, რაღაცა მსგავს მან კი ერთ წრეში ვართ ეხლაც. ანუ იმის გამო რომ ნდობა არ არის, ამის გამო კომუნიკაცია არ არის საკმარისი და თუ არ არის საკმარისი კომუნიკაცია, ნდობაც ვერ ჩდება და ვართ რაღაცა მან კი ერთ წრეზე. ნდობა არ არის ვის შორის, ყველას გულისხმობთ თუ გამოარჩევთ პოლიტიკურ ლიდერებს შორის. მე არავის არ დავასახელებ, ჩემი მიზანი ხო არ არის ხარო, ჩემი მიზანია რომ საბოლოო ჯამში ეს ერთობა შედგეს, იმიტომ რომ მე მგონია რომ მაგის გარეშე ვერ გადავრჩებით ეს ქვეყანაც ვერ გადავრჩებით გულისხმობს იმას რომ ეს ქვეყანა არ გარუსტება მაგის მემჯერა უბრალოდ შეიძლება ამ ბრძოლაში ამ კონკრეტულ ბრძოლაში ხა დავმარცხდა და იქიდან მე მოტრიალდება ზაგვიჟდეს გაცლებით უფრო ძიმე თუ ძვირი თუ რაღაცა მაღალი ფასი ამიტომ ეს ბრძოლა რო არ წავაგოთ ეხლა კონკრეტულად ამისთვის გონია რომ მნიშვნელოვანია ძალების კონსოლიდაცია ბევრი თვალსაზრისით ეს გონია რომ თუმცა განსხვავებულად ხედავს ამ ყველაფერს მაგალითად გახარია რომელიც ჩვენი წინა გადაცემის სტუმარი იყო და როცა გავდივართ მე და ელისო მართლა ხალხის აზრის გამოსაკითხად რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან ყველა გვეუბნება რომ მათი ხედვით გამარჯვების ფორმულა არის ყველა ოცნების წინააღმდეგ მაგრამ ყველას აქვს საყვედური გახარიასთან მელაპარაკებიან რუსთაველზე რომოდენ ადამიანები ერთ-ერთი რაზეც მელაპარაკებიან არის ეგ ანუ ერთადერთი რაც კონკრეტული მოლოდინიც აქვთ ხედავენ რომ შეგიძლიათ იყოთ ამ პროცესის ლიდერი აი თქვენ რისთვის ხართ მზად რა პასუხისმგებლობა შეგიძლიათ აიღოთ თუნდაც რადგან მრავალი წელია თქვენს ახსენეთ ერთობის მომხრე ხართ წინასაარჩევნოდაც იყავით ამ დიდი ერთობის მომხრე აი ეხლა რა შეგიძლიათ ამისთვის გააკეთოთ ჩემი საქმე რაც არის ამ ადამიანთან ურთიერთობა და კომუნიკაცია რასაც ვაკეთებ ძალიან ბევრი ხანია და არგუმენტების მოყვანა და ახსნა და ჩვენება იმისა რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ გადავრჩებით და მე იმას ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ან არგუმენტები არ ესმით ან რა თუნდაც განსხვავებული ხედვა აქვს იმასთან დაკავშირებით საით მიექანება ეს ქვეყანა არა რაღაცნაირად მან თითქოს ერთ პეიჯზე ვართ ერთ გვერდზე ვართ ყველა და ერთნაირად უყურებთ მაგრამ პრობლემა არის ნდობის ამბავი რა ჩემთან ელისო მახსენე რომ თქვენ საზოგადოება ყოველ შემთხვევაში ჩვენი რესპონდენტები ხედავენ ლიდერად კი არ ხედავენ მოითხოვენ თქვენს ხომ მოისმინეთ სინქრონი კომენტარი სადაც არაერთი რესპონდენტი ამბობდა რომ თქვენ მოგცათ ხმა 4 ნომრის ქვეშ და ახლა თქვენგან ითხოვენ ლიდერობას ინიციატივას პირდაპირ გითხეს რომ მიკროფონთან გვინდა სულ რომ ხედავდეთ რაღაცა ინიციატივა აიღოსო რატომ ვერ დაარწმუნეთ გახარია თუნდაც თქვენ მასთან კომუნიკაცია გქონდათ რომ ეხლა ნამდვილად არის ეს ფორმულა გამარჯვებისთვის აუცილებელი ყველა ოცნების წინააღმდეგ. ხო, ლიდერობასაც შეეხება
ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ლიდერის ხარდამჭერები რომ ჩაწეროთ, იგივეს გეტყვიან იმ ლიდერთან მიმართებაში, რომელსაც ისინი უჭერენ მხარს, ამიტომ მე მესმის რომ ჩემი ხარდამჭერების წარმოადგენაში ეგეთ წარმოადგენები არსებობს, რომ მე რაღაცა მე შემილია რაღაცა, არ ვიცი, ავიღო რაღაცა ყველაფერზე პასუხისგებლობა და ყოვლის შემძლე ხარ. რეალობა არის ის, რაც არის, აქეთ ოპოზიციური ველი არის მეტნაკლებად ფრაგმენტირებული, არსებობს 4 პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ჯამში 26 ოქტომბერს მოიგო ეს არჩევნები. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ყავს სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები, ყველას აქვს გარკვეული მხარდაჭერა, საჭირო არის ყველა ამ მხარდაჭერის შეკრება. გამორიცხული ამბავია, რომ ამ 4 პოლიტიკური ჯგუფიდან ახლა ვიღაცა ერთი გამოიკვეთოს რაღაცა ლიდერი და იმან ჩაიბას და რაღაცა იმას გაყვეს ყველა. ეგ არის შეუძლებელი ამბავი. როგორც ჩემდამი პოზიტიურად არის განწყობილი ჩემი მხარდამჭერები, ისე პოზიტიურად არის განწყობილი ვიღაცების სხვა პოლიტიკური ლიდერებისადმი. ეს ყველაფერი არის შესაკრები. და მე არის რაღაცები გასაკეთებელი. მე შეიძლება ისეთი რაღაცების გაკეთება, რასაც ახლა ვერ აკეთებ და მათ შორის ეს წუხილი, რომელიც ჩანდა, რომ არ ჩანან ოპოზიციური პარტიები, ეგ წუხილი მაქედან მოდის. არ ჩანან ოპოზიციური პარტიები, იმიტომ რომ ცალკე არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს იმის ძალა რომ რაღაცა ნაბიჯები გადადგას და მაგას ხალხი გაყვეს და თუ იქნება ჯამში კონსოლიდაცია ძალების და ხალხი დაინახავს რომ ყველა მოძრაობს ერთი მიზნისკენ და ყველა ერთი და იგივე რაღაცას ლაპარაკობს და ერთი იგივე რაღაცას აკეთებს, ეს რამდენჯერაც დავდეთ, იმდენჯერ დავდეთ წარმატება. ეს დავდეთ შარშანწინ გაზაფხულზე, როდესაც ყველა პოლიტიკური ჯგუფი და მთელი სამოქალაქო სექტორი და ყველა დასავლელი პარტნიორი იძახდა, რომ ეს არის რუსული კანონი და მის მიღება არ შევა და მაშინ წაიღეს ეს რუსული კანონიდან, საგარეო ფრონტზე რო ვიძახე, რომ თანამშრომლობა არსებობს, საგარეო ფრონტზე ევროპარლამენტში იქნებოდა ახლა თუ საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოში, ყველგან შედეგი დავდეთ, იმიტომ რომ ერთი ხმით ლაპარაკობთ ყველა იქ და ისინი რო ხედავენ. მათ შორის გახარიათ საგარეო ფრონტზე, მაგრამ აი შიდა პოლიტიკას რომ დაუბრუნდეთ, რატომ ვერ არწმუნებთ გახარიას? რა არის თქვენთვის მთავარი დაბრკოლება? ნუ მისი არგუმენტი რაც არის ეს სწორედ ნდობის არგუმენტია. არა აქვს აქეთ ამ ხარეს სხვა პოლიტიკური ძალების ნდობა, შესაბამისად მისთვის რაღაც მაგნაბიჯის გადადგა რომ რაღაცა საერთო იმის ნაწილი გახდეს, შეიცავს რაღაცა რისკებს. რაც ახლა ვერ იტყვი რომ რაღაცა სრულად ირაციონალური არგუმენტია. ნაწილობრივ გესმით, ანუ იზიარებთ? ნუ აქედანაც არის იგივე დამოკიდებულება გახარიასთან მიმართ, ხო, ლეგიტიმურად. მაგრამ თან ხომ ამბობთ რომ რაღაცა ისეთი პერიოდია ქვეყანაში რომ და სამხრივის და ოთხხრივის და რაღაცა. თქვენ ახსენეთ 4 პოლიტიკური ჯგუფი, ხო? მესმის რომ ბარიერ გადალახულ პარტიებზე და პოლიტიკურ ძალებზე საუბრობთ, მაგრამ რაღაცა უფრო დიდ ერთობას გულისხმობს თუ არ ვწდები ამომრჩეველი მოქალაქეები, ვინც ჩავწერეთ. მათ შორის გირჩიც ახსენეს. აი მე მგონი ეს კითხვაც არ უნდა დავტოვოთ, უპასუხოთ. ერთგვარ შერიგებაზე იყო ლაპარაკი. აი აქ თუ არის ისეთი ნდობის კრიზისი, რომელიც ვერ აღდგება. მე არა მაქვს რაღაცა პირადი ამბები და რაღაცები არავისთან კირჩის გარდა არის კიდე არაერთი სხვა, ვისაც ჩემდამი რაღაცა საკ მილად ვთქვათ ნეგატიური დამოკიდებულება, ეგ ხო არ არის სინამდვილეში ფაქტორები. მაგრამ კი ნდობის პრობლემა არსებობს იქიდან გამომდინარე რა პოლიტიკური ნაბიჯებიც ამ ხალხმა გადადგა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ბევრი რაღაცების ჩამოთვლება შემიძლია, მაგრამ მაგას ახლა შინაარსი არ აქვს. მაგრამ მე მაგის პრობლემაც არ მაქვს. ანუ დიდი ერთობა თუ იქნება, მათ შორის ესეთ ფორმატის მოფიქრება შეიძლება, სადაც შეიძლება ნებისმიერს კონდეს საშუალება რაღაცაში ჩაერთოს. ნებისმიერს. გინდა გირჩი იყოს, გინდა ვინც გინდა ის იყოს, მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ქართული ოცნება შემოგვიერთდა ერთ-ერთი მონაწილე ამბობდა აქციაში. ანუ დაახლოებით ეგეთივე ზღაპარი როგორც იქითა გირჩი შემოერთება, მაგრამ ოკეი, მაგ ეგ არ არის. ტოლობის ნიშანი შეიძლება დაისვას ამორძალას შორის. ანუ უფრო ახლოს არის თანამშრომლობდნენ და უშუალოდ არჩევნების წინა დღეებში იძახდნენ რომ არ გამორიცხავდნენ ქართულ ოცნებას თანამშრომლობას და მანამდე კიდე რაღაც ნაბიჯები გადადგეს არაერთხელ, როდესაც რაღაცა ლეგიტიმაციას აძლევდნენ ქართულ ოცნებას და ის რომ ნორმალიზებას ახდენდნენ შექმნილი სიტუაციის და რაღაცა დემოკრატიის სურათს ხატავდნენ მთელი წლების განმავლობაში, როცა ივანიშვილი და რუსები ახდენდნენ ძალაუფლების კონსოლიდაციას, ეს არის ფაქტი. ხო და ნუ ხო მაგის გამო არსებობს ნდობის პრობლემა რა. ოკეი, რავი, ეგ მაგ გირჩი კი არა, კაცო. ისეთი ხალხი არიან ოცნებაში, რომ აქვს მთელი თავის ცხოვრება გატარებული და ისინი არიან ახლა აქეთ ამ ხარეს გადმოსულები. თუ მაგას დავინახავ მე, რომ რა ვიცი, გაიაზრეს და რაღაცა იმას დღევანდელ რეალობას რო კიდე ვიღაცა იმათ ყოფს, ანუ არ ვიცი, რაღაცა ნაცკოცად ყოფს და ყველანი ნაცები არიან და იქით კოცები არიან და ეგეთ ჩაოლებრივი
რუსული ამბავი არის ჩემთვის. მათ შორის გახარია ზუსტად აი ამ ნარატივის. ხო, არა სწორი არის ეგ ამბავი. ამ შემთხვევაში ანუ ან ხარ აქეთკენ და იქით არიან რუსები, ან ამისი გჯერა თუ მაგისი არ გჯერა, ესე იგი ჩემთან ერთად არ ახარ მაშინ ამ ბრძოლაში და რაღაცა სხვა ბრძოლაში ხარ და ოკეი, ჩემთან ერთად არის ბრძოლაში ის ხალხი, ვინც თulis რომ იქით არიან რუსები და აქეთ ვარ ყველა დანარჩენი, ვისაც არ უნდა ამ ქვეყნის გარუსება. დღეს ამ ყველაფრის მერე რაც მოხდა, თუნდაც გავანებოთ არჩევნებს თავი, არჩევნების მერე როგორც განვითარდა მოვლენები და რაც გააკეთეს რუსებმა ამ ქვეყანაში ადამიანების წამებით დაწყებული და ეხლა რასაც აკეთებენ მარყუჟებს რო უჭერენ და რაღაცა ხმის ამოღების უფლებას რო გართმევენ ამ მოცემულობაში თუ კიდე სადღაც ხარ ჩარჩენილი 13 წლის უკან და გონია რომ ეს არის რაღაცა ნაცების და ხოცების ბრძოლა, ჩემი აზრით ან იდიოტი ხარ ან მავნებელი ხარ და ხო ცხადია ხა მაგის გამო ნდობა ვერ მექნება რა თუ დავინახე რომ ადამიანს ეს გააზრებული აქვს და მაგ ბრძოლაში არის კიდევ გავიმეორებ აქეთ ხარ ეს არის უამრავი ისეთი ადამიანი რომელიცაც ასევე აქვს ჩემი აზრით ბევრი შეცდომა დაშვებული იმ თვალსაზრისით რომ ხელი შეუწყო რუსების მიერ ამ ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და შემდეგ ამ ძალაუფლების მაქსიმალურ კონსოლიდაციას, მაგრამ რადგან ეს გაიაზეს და რადგან აქეთ არიან, რა ვიცი, ხმას არ ვიღებ კაცო. სალომე ზურაბიშვილი არის ეგეთი ხო? ოცნების არჩეული იყო და წელი წლების განმავლობაში, რა ვიცი, ბოლო 2 თუ 3 წელია, როცა ივანიშვილს დაადო ხელი და აკიდა პასუხისმგებლობა, თორე მანამდე 1 წელი ღარიბაშვილს და კობახიძეს აბრალებდა, რომ ესენი ვერ მართავენ კარგათო, ხო? მაგრამ რადგან აქეთ არის ეხა და გაავლო ის ხაზი, რომელიც გასავლებდა იძახის, რომ ეს არის იქით არის რუსეთი და აქეთ გადასარჩენი ქვეყანა, რავი, მე კი არა, ყველა ოკეია, რომ მასთან თანამშრომლობ და ველაპარაკები და ერთად რაღაცებს ვაკეთებთ, ხო? ხო და მინიმუმ ეგ ხო უნდა დავინახო, ვინც არ უნდა იყოს იმისგან და თუ ეს ჩანს, მაშინ აქეთკენ ვინც გინდა ის იყოს, კაცო, რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს? ყველა ერთ ნავში ვზივარ და ან ჩავიძირებით ყველა ერთად, ან გადავრჩებით. როდესაც ნდობაზეა საუბარი, რადგან ჩვენ სტუდიაში უკვე იყო გიორგი გახარია და მისგან მოვისმინეთ პროდიუსერი რამდენჯერმე ვახსენეთ, მაგრამ ვიცით მისი პოზიცია და ამიტომ შეგვიძლია დავეყრდნოთ და ისედაც საზოგადოებაში არის კითხვები, აი მაგალითად გახარიამ თქვა, რომ ყველა პოლიტიკური ძალის უკან არის დიდი ფული, აი ესე ახსენებს ის და თქვენ ძალიან მსხვილი შემოწირულობა დადეთ ამ არჩევნებზე, აჩვენეთ, რომ ოცნების შემდეგ ოპოზიციაში ყველაზე მაღალი დაფინანსება გქონდათ. აი ეს ამის მობილიზაცია როგორ შეძელით, ესეც არის კითხვა, რომელიც სოციალურ ქსელებში ყოველ შემთხვევაში აქტიურად ისმის, შეიძლება რუსთაველს კონკრეტულად ჩვენს იმედიაქვთ რომ საჯაროდ მოვყვებით, მაგრამ ბავს არა როგორ მოხერხდა ეს ყოველ შემთხვევაში რომ ეს დონორი იყო, ვისაც ჯეროდა რომ საბოლოო ჯამში ეს კოალიციას ჰქონდა გამარჯვების შანსი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ფანდრაიზინგს აკეთებ და მიდიხარ ადამიანებთან და ელაპარაკები რომ შენში ჩადონ ფული, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ იმან დაიჯეროს რომ შენ ხარ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეუძლია გამარჯვება დადოს და კი ვიღაცები ვიპოვეთ, მათ შორის სხვილებიც, რომლებმაც ამ კოალიციაში ჩადეს ფული. ეხლა ვიღაცას თუ აინტერესებს, რომ დეტალებში მოვუღოთ, ვინ რამდენი ჩადო, მაგის შანსი არ არის. ანუ მაგაზე რუსთაველზე მკითხა ერთმა და იმასაც რაც იმას უთხარი, შემიძლია იგივე უპასუხო ნებისმიერს მაგის კითხვა. ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ეგეთი დონის უსაფრთხოება არსებობს იმ ადამიანების, რომელიც ფულს დებენ პოლიტიკურ აქტივობაში. ეგეთი ხალხი ძალიან ცოტა არის ამ ქვეყანაში, ძალიან ცოტა არის. მსხვილები განსაკუთრებით ცოტა არის კი არა, რა ვიცი, ერთხელზე ვერ ჩამოთვლი, იმდენად ცოტა არის. ხო, დანარჩენები არიან არა მსხვილები, მაგრამ რაღაც საშუალოები. რავი, პრობლემა არის. მე მყოლი ადამიანები მაქვს ჯგუფი, ჩემი Facebook-ი, სადაც 3000 რაღაც ადამიანია, რომლებიც არიან ჩემი დამფინანსებლები, სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა მასშტაბით, სხვადასხვა პერიოდში ეს ხალხი მე მაძლევდა ფულს და იქიდან რაღაც ნაწილს პრობლემები შეექმნათ მაგის გამო, რაღაც ნაწილს მოუწიათ საერთოდ გაწევა ჩემგანაც და პოლიტიკისგანაც იმის გამო პრობლემები შეუქმნეს. იმიტომ პრობლემებს გიქნენ, იმიტომ არ არის აი რამდენიმე მაგალითი შეგიძლიათ დაასახელოთ ვინაობის გარეშე. მაგალითად რა სახის პრობლემებს უქმნია? პირველად ჩვენთან იყო აქტიური და პოლიტიკოსობას ფიქრობდა ადამიანი და ძალიან ბევრ რაღაცაში გვეხმარებოდა, რომელიც რაღაც ისეთ თანამედროვე რაღაც ბიზნესში ყმოდა შევეშოთ, ხო დეტალები რო არ მოყვება, არა მოიცნობდა რაღაცა და რომელსაც ყველა პროექტი გაუჩერეს საერთოდ და პრობლემები შეექმნა. არ პროექტები გაუჩერეს ნიშნავს, რომ სადღაც რომ ძალიან კვალიფიციური ადამიანია, მაგრამ მიდიოდა სადღაც და შეელო რაღაც პროექტების გაკეთება და უბრალოდ ეუბნებოდა, რომ რავი, არა, თავ შევიკავებთ და სახელმწიფოსთან იყო დაკავშირებული? არა, სახელმწიფოსთან არ იყო. არა, სახელმწიფოსთან არ იყო. კერძო ბიზნესში თავიდან ბოლომდე ჩაერია? არა, რა თქმა უნდა. ანუ მარტო სახელმწიფოზე ხო არ არის, კერძოზე არის ჩვეულებრივ ზეწოლა. არსებობს პროექტები, საიდანაც დაფინანსება ბიუჯეტიდან რავი, ამ მოცემულობაში რაღაცა საუბარი იმაზე, რომ მოდი ხა ჩამოთვალეთ ყველა ისინი, არა, მაგას არავინ არ ჩამოთვალეს. არა, თქვენ ახსენეთ, რომ გკითხათ ადგილს მოსახლეობამ და აი მოინიშნეთ კიდევ კითხვები, რამე სხვა არ გამოყოფდით, შეგვიძლია მეორე ერთადერთი კითხვებზე სანამ გადავალთ, ისევ ამ თემაზე მინდა დავა ზუსტო დონორების ეს მსხვილი დონორების კონტექსტში მინდა კითხოთ. შეინარჩუნეთ ისინი? გარდა იმისა, ვიზეც ახლა
მსხვილ დონერებზე ეგეკითხებით. ნიკა გილაური გილაური გვეხმარებოდა კოალიციას ჯამში. ეხლა გვაქვს რაღაცა ურთიერთობა, ფინანსური არ ვიცი რამდენად გვაქვს, მაგრამ რაღაც ურთიერთობა გვაქვს. მე მათ შორის ხა გილაურთან კომუნიკაცია მქონდა მანამდეც, გილაური მე დამხმარებია მანამდეც, არ ამარჩევნებამდეც და კომუნიკაცია მქონია, იმიტომ რომ მგონია რომ არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად კვალიფიციური ადამიანი ეკონომიკურ საკითხებში და ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გელაპარაკოს ამ ქვეყანაზე რიცხვებში, რა თემაზე, რა სფეროზე. ირაკლი გილაური დავაზუსტებ უბრალოდ ხო არასოდეს არ ვიცნობდა, არასოდეს კომუნიკაცია არ მქონია, არასოდეს შეხება. ნიკა გილაურთან მქონდა კომუნიკაცია. ნიკასთან მქონია კომუნიკაცია მანამდეც, ეხაც მაგ კომუნიკაცია, როცა რაღაც ეკონომიკურ საკითხებზე მასთან ერთად ვზივართ ხოლმე და რაღაცებს დავუდგებთ. შესაძლოა სასანქციო მისი გვარის აღმოჩენამ რაღაც მეორე კითხვა გააჩინა და იხედავ შემიაზე თვითონ მსხვილი კომპანიის წარმომადგენელია რამდენიც მე ვიცი, მოაქვს ამერიკული ფონდებიდან ფული და დებს ამ ქვეყანაში. თუ მას რაღაცა იქ თუ რაღაცა რისკები არის, შენზე უფრო შეწუხდებიან ვიღაცები, ვინც მას ფულს აძლევენ და მიხედავენ თვითონ. ახლა რატომ არ გაქვთ კომუნიკაცია? თვისთან? გილაურთან. ნიკა გილაურთან. ანუ მაქვს უბრალოდ ინტენსიური კომუნიკაცია არ მაქვს, როგორ არ კომუნიკაცია მაქვს, რა ბოლოს ლაპარაკობდით, იმაზე, მაგალითად ტრამპისთვის რატო შეიძლება რომელი ამერიკული კომპანიები შეიძლება იყვნენ, რომლებისაც შეიძლება საინტერესო იყოს საქართველოში ანაკლიის სპორტი და ანაკლიის სპორტთან დაკავშირებული ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომ იქ რაღაცა პრეზენტაცია ქონდა და მოусმინო და რაღაცა იქ რეები არის, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ამერიკელებისთვის და კონკრეტულად წლის რო დაწურო მოკლედ წლის განმავლობაში რა რიცხვებში რო გამოსახო რა ფინანსური ინტერესი შეიძლება არსებობდეს ამერიკული კომპანიებისთვის. როგორც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს. ხო, რა თქმა უნდა, კი რა თქმა უნდა, მაგრამ აი კითხობს რომ კითხობს რომ დაუბრუნდეთ, რამე თუ დარჩა თუ არა და მეორე ნაწილის გვაქვს მომზადებული. კომუნიკაცია ამორჩელებთან არ არისო ეს პრობლემა არის, მე მგონია რომ აქაც მნიშვნელოვანია რომ ეს კომუნიკაცია იყოს ერთოვანი. კომუნიკაცია არის, მე რაღაცებს ლაპარაკობ და ყველა პოლიტიკური ლიდერი, პოლიტიკური რაღაც გაერთიანება თუ პარტია რაღაცებს ყოველდღე ლაპარაკობთ. მაგრამ საჭირო არის ეს ტიპის კომუნიკაცია, რომელიც იქნება საგანგებო, არ ვიცი, ამაში მედიის დახმარებაც არის საჭირო. მათ შორის პოლიტიკური დებატები მოითხოვა თქვენმა ამორჩეველმა. დებატები არ არის პრობლემა, დებატები უბრალოდ არ მგონია გამოსავალი. მაგაზეც მოდი მაგას უპასუხებ, მაგრამ კომუნიკაციას რო დაუბრუნდე, იმათ აქ დაწყობილი კომუნიკაცია ესე, რომ დილით გამოვა კობახიძე, რაღაც ბრიფინგს ჩაატარებს 5-6 რაღაც სიგიჟე სიტყვის და ამას აღწევენ მერე ყველა არხებით. და ეს მესიჯები დადის რაღაცა რიგით ქოცამდე. ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლები შემდეგ პოსტავენ, ტროლები. კი, ყველა ერთი და იგივეს ლაპარაკობს, მე ვისთანაც არ უნდა მიხვიდე, ყველა ერთი და იგივეს რაღაცა იმან თუ თქვა, დაგვიძახა უსამშობლო, მთელი დღე ყველა გვეძახის უსამშობლოს, პირობითად ვიძახი რა. აქეთან მხარეს კომუნიკაცია არის სპორადული, ყველა რაღაც თავის რაღაცებს ლაპარაკობს და პლუს არ არის განცდა, რომ ქვეყანაში არის საგანგებო ვითარება. ჩემი აზრით, თავარი პრობლემა ამ კომუნიკაციის არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს განცდა, რომ ქვეყანაში არის საგანგებო ვითარება და ეს მათ შორის არ არის მარტო პარტიებზე დამოკიდებული, ეს არის მათ შორის ჩემი აზრით მედიებზეც დამოკიდებული. მე მაგიზიანებს, ოდესაც შუა დღისას ჩავრთავ რომელიმე არხს, ქართულ არხს და იქ არის რაღაცა გასართობი გადაცემა. მე გამოდივარ წყობიდან, როგორც მართლა გამოდივარ წყობიდან, იმიტომ რომ მე თან მგონია თავი გიჟი, რომ მე ვარ რაღაცა ბაბში გამოკეტილი და მგონია რომ რაღაცა თავზე გვექცევა ყველაფერი და რაღაცა გამოსავალი გვაქვს ყველას ერთად მოსაძებნი და ამ დროს ჩართავ არხს და რაღაცა ხდება. მგონია რომ ეგ არასწორი არის. მგონია რომ ყველა მედიან პარტიებიან ყველა არის გადასასვლელი რაღაცა საგანგებო მდგომარეობაზე, იმიტომ რომ საგანგებო მდგომარეობა არის ქვეყანაში და არ შეიძლება ეს საგანგებო მდგომარეობა მარტო საღამოს რუსთაველზე იგზნობოდეს და დანარჩენი მთელი დღის განმავლობაში ისევ ცხოვრობდე თითქოს არაფერი არ ხდება. დავიღუპებით ესე ჩემი აზრით. ამიტომ მანდაც არის ჩემი საჭირო ერთი რომ ეს საგანგებო მდგომარეობა გქონდეს ყველას და პლუს ეს კომუნიკაცია გქონდეს რეგულარული და ერთიანი. ყოველ დღე ადამიანებს როგორც ისინი ლაპარაკებიან, ჩვენც უნდა ველაპარაკოთ და აუხსნათ რას ვაკეთებთ, რატო ვაკეთებთ, რას მივახციეთ, სად გვაქვს პრობლემა და ასე შემდეგ. და მაგის გაკეთება არ არის რთული
თუ მაგაზე მოხდება შეთანხმება და ერთმანეთში გვექნება ჯერ იმ ხარისხის კომუნიკაცია, რა ხარისხის კომუნიკაციაც უნდა გქონდეს. მარტო მე რო რაღაცა ვილაპარაკო, მაგას არც ფასი ექნება, არც წონა ექნება, არც მოჭიდება ექნება და არაფერი არ ექნება. უბრალოდ ვიტყვი რომ ფორმულას ყველა ფორმატი ზუსტად ამ მიმართულებას უთმობს თავის ეთერს და დღის განმავლობაში ყველა ფორმატში ისმის ზუსტად. კიდე იყო ორი რაღაცა შემიძლია ამასაც თუ რაღაცა მემარცხენე ძალებს რას უსურვებ. ხო, რომელიც დაფუძნდა 2 დღის წინ. ხო, მე არ მიყვარს მემარცხენე ძალები, მაგრამ ამ ქვეყანაში თუ ჩამოყალიბდება რაღაცა, არ ვიცი, მართლა რაღაცა მემარცხენე ძალა თუ მოძრაობა თუ რაღაცა, რომელთანაც შესაძლებელი იქნება რაღაცა იდეოლოგიური კამათი, კარგი იქნება და არ მიჯერა. ანუ ეხა 2 დღის წინ იყო თუ გუშინ იყო, როდის იყო რაღაცა მოძრაობა დააფუძნეს რაღაცა სოციალ-დემოკრატიული და რატომ არ გჯერათ? იმიტომ რომ არ არის მარტივი გასაკეთებელი და ეხლა მით უმეტეს ამოცელობაში საერთოდ არ არის მარტივი გასაკეთებელი. ზოგადად ამ ქვეყანაში რაღაცა პარტიის გაკეთება ძალიან რთულია, მით უმეტეს იდეოლოგიური რაღაცა ღერძის მქონე პარტიის გაკეთება კიდევ უფრო რთულია და ამ ვითარებაში როცა ეხლა საერთოდ სხვა ტიპის ბრძოლაში ვართ, რაღაცა არჩევნები გვაქვს მოსაპოვებელი და პოლიტპატიმრები ყავს გამოსაშვები ციხიდან და რეჟიმს ვებძით, რომელიც ყოველ დღე ფესვებს კიდევ უფრო ღრმად და ღრმად იდგამს და ადამიანებს აწამებენ, აქ ეხა რაღაცა პარტია შექმნა და ამ პარტიამ შეძლოს დამკვიდრება, თავის გამოჩენა, თავის განსხვავებულობის ჩვენება და რაღაცა ჩემის არის სულად წარმო. ანუ როგორი რაღაცა არის იცი? თუ ქართულ ოცნებას დაასუსტებს რატომაც არა ბატონო ზურა? ანუ ცუდიათ ხო კი არ ვამბობ. არ მჯერა რომ გამოვა. ანუ იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი, დილით დახვდებიან პრეზიდენტს და ესვრიან კვერცხებს და შენ მოგიწევს მაგაზე ლაპარაკი, რომ პრეზიდენტს ესროლეს კვერცხები. საღამოს ვიღაცას გაიტაცებენ და აწამებენ და მოგიწევს ლაპარაკი მაგაზე რომ ვიღაცა გაიტაცეს და აწამეს და ვერ ილაპარაკებ, არ ვიცი რაზე აპირებენ ლაპარაკს, მაგრამ ალბათ ილაპარაკებენ რაღაცა მინიმალურ ხელფასზე და შრომის უფლებებზე რაღაცებზე. უბრალოდ ბუნებრივად აცდენილი ხარ ამბავს. იქ როცა ადამიანებს აწამებენ და ილაპარაკებენ რომ თავი თუნდაც რა და შენ ამ დროს დაждდები საღამოს და როგორ წარმოგიდგენთ და ლაპარაკობ რაღაცა რატო არის კარგი ეს არ ვიცი მინიმალური რაღაცა ისა ხელფასი ქვეყანაში არა ადეკვატური ხარ, ცდები, აცდენილი ხარ იმ რეალობას, ამიტომ ვიზახი რომ ეხლა კიდევ უფრო ზოგადადაც რთულია, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო რთულია რომ დაიმკვიდრონ თქო, თორე არაფერი რა ვიცი, წარმატებას უსურვებ რომ პარტია შექმნან და რაღაცა ზოგადად წარმატებას არ უსურვებ. ესე მათ მოტივაციებთან რამე კითხვის ნიშანი გაქვთ? არა, ეს ხალხი რავი რა ვიცნობ მათგან ბევრგანს წლებია ვაკვირდები და რაღაცა ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობის მეტწილად რაღაცა კომუნისტური მსოფლმხედველობის ან კომუნისტთან ახლო მსოფლმხედველობის ხალხი არიან, უბრალოდ როგორც თანამედროვე მსოფლიოში რაღაცა კომუნისტების დაძახება აღარ არის მაინც და მაინც მოდაში და ამიტომ დღევანდელი კომუნისტები საკუთარ თავს სოციალ-დემოკრატებს უძახიან და არა, იქ არის ხალხი რომელსაც არ ერიდება და ეძახება საკუთარ თავს კომუნისტ და არის ხალხი რომელსაც არ ერიდება და კომუნისტია და ტროცკის ეძახის საკუთარ თავს, მაგრამ ზოგადად სოციალ-დემოკრატები ირქვავენ იმის გამო, რომ რაღაცა ეს კომუნისტური იდეები, რომელსაც თავის დროზე მარქსი წერდა, იქიდან უდიდესი უმრავლესობა პრაქტიკაში აღმოჩნდა სრული სიგიჟე, არ გაამართლა, არ იმუშავა და ამიტომ რაღაც სახელებს იცვლიან ხოლმე და დღევანდელი სახელი ეგ არის სოციალ-დემოკრატია. წარმატებას უსურვებ პარტიის შექმნაში, მაგრამ ამაზე არ მინდა დიდი დრო დავკარგოთ, თქვენ თავადვე თქვით, რომ მზად ხართ, უბრალოდ პირობა მინდა მივიღო, პოლიტიკური დებატები გჭირდება თქვენმა ამორჩეულმა მოგმართად. მე არ მჯერა, რომ პოლიტიკური დებატები და მაგას დაუბრუნდებ ეხლა. არ მჯერა, რომ პოლიტიკური დებატები ეხლა საერთოდ რამე გამოსავალი არის. გააჩნია რაზე ილაპარაკებთ, თუ ვილაპარაკებთ იმაზე, როგორ უნდა ამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, მაგაზე გონია რომ კი, მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ საჯარო და მაგაზე შემიძლია. მათ შორის კონკრეტულ გეგმას გთხოვენ თქვენ რუსთავზე ყოფები. კი, მაგაზე შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ იმის თქმა მინდა, ეხლა პოლიტიკური დებატი იდეოლოგიურ საკითხებზე ჩემი აზრით არის მე მგონია რომ სისტემა ბატონო ზოგადად თქვენ მოისმინეთ, ერთ-ერთი ქალბატონი ამბობდა, გავიგე, ყოველდღე გამოვდივარ, არ ვიღლები, არ ვუშინდები ჯარიმებს, სიცივეს, ძალადობას და მე რომ მოვდივარ ზურა ჯაფარიძემ მითხრას კონკრეტული გეგმა რა არის. ოკეი, გეგმაზე თუ ვილაპარაკებ და ვიყამათებ საჯარო და მაგაზე თუ იქნება დებატი, პირიქით, ეგ არის კარგი და ეგ არის წამალი. და ეგ სწორი არის. მე ვიძახი რომ პოლიტიკური დებატები, კიდე გავიმეორებ, პოლიტიკური დებატი ეხლა არ ვიცი, რა ვიცი, ჩემი აზრით ამ ქვეყანაში არის უბოროტესი ნარკოპოლიტიკა, მაგრამ ეხლა მე დამსვა და მალაპარაკო ნარკოპოლიტიკაზე და ვიყამათო ვიღაცასთან ესე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს, გონია რომ არაადეკვატურობის ზენიტია. მიკამათია წლები მაგაზე, ბევრ რაღაცაზე მიკამათია წლების განმავლობაში, მაგრამ ეხლა მგონია რომ საერთოდ აცდენი რეალობას, მათ შორის ის რომ ეგ რაღაცა ეხლა წამალი არის არ არის ეგ წამალი. ჯერ ერთი
დიქტატურა საქართველოში არ არის, საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც დიქტატურის დამყარების ცდელობა არის. კაცობრიობას აქვს უამრავი ამისი გამოცდილება და არსებობენ ადამიანები, რომელთაც ეს რაღაცები აქვს შესწავლილი და მათ შორის შესწავლილი აქვს ის, როგორ უნდა ებრძოლო ესეთი ტიპის დიქტატურებს. და რა გზები არსებობს ერთი მხრივ და მეორე მხრივ რა შეცდომები დაუშვიათ ვიღაცებს სადღაც და ის შეცდომები არ უნდა დაუშვა. და არ შეიძლება ყველაფერზე რაღაცა ველოსიპედი გიგონოთ და ჩვენ თვითონ დგავართ და მოვიგონოთ, რომ ეხლა რაღაცა ჩემი აზრით გამოსავალი იქნება, რაღაცა დებატი თუ იქნება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ვერ სადეგეთ რაღაცას ვერ ნახავთ, რომ რაღაცა ეგ იყო პრობლემა, რომ დებატები არ იყო და ამიტომ დიქტატურა ვერ დაამარცხეს. ან სადღაც დებატი იყო რაღაცა იმაზე იდეოლოგიურ საკითხებზე და ამან დაამარცხა დიქტატურა. ეგ არის სული სისულელი, ანუ მაგის არ ვიცი, იგუგლება, წიგნებია და რაღაცების მოფიქრებას და მოგონებას და ველოსიპედის ხელახლა იმას ჯობია რომ რაღაცა წავიკითხო და ვნახოთ. ჩემი აზრითაც არის გასაკეთებელი. არის ისო სანახავი არის, რასაც რა ვიცი, მე ვცდილობ რომ ჩაუждე როცა დრო მაგ და სანახავი არის რა გზა გაიარა რუსეთმა, იმიტომ იგივე გზას გავდივარ და იგივე ხალხს ვებძვით ეხლა. და იგივე გზა იმ გაგებით არის, რომ იქაც მიიღეს რუსული კანონი, იქაც 2011-2012 წელს ძალიან ბევრი ხალხი ქუჩაში, იქაც რა ვიცი, ზეიმობდნენ, ისა, ესა, აქ იყვნენ რუსები, რომელთაც მე მილაპარაკე, რომლებიც გაიქცენ ეხლა ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ეშინიათ, რომ ესენი დაადეპორტებენ რუსეთში და თავს უკრავენ უკრაინის ომში. წერია იქ რა შეცდომები დაუშვა რუსულმა ოპოზიციამ, რუსულმა სამოქალაქო სექტორმა და რუსულმა პროტესტმა. და მინიმუმ ეგ არ უნდა გავიმეოროთ, რომ იმედი რომ მინიმუმ შანსი გქონდეს, რომ იგივეთი არ დავამთავრებთ, ხო? ამ რაღაცებზე ბევრჯერ მაქვს ნალაპარაკები. ეს რეგიონებში ჩასვლა რატოღაც წარმოუდგენიათ, რომ ჩახვა რეგიონში და რაღაცა სხვა ხალხი გამოვა და დაელაპარაკებინა. არ ხდება ეგრე, ბევრგან ვარ ნამყოფი, მოულილი მაქვს ძალიან დიდი ნაწილი საქართველოს. ჩემი გამოცდილება არის ის, რომ ჩავდივარ სხვა ქალაქებში, როგორც არის ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, მან კიდე რაღაც რაოდენობის ადამიანები გამოდიან, რომელსაც საშუალება გაქვს, რომ ფიზიკურად შეხვდე და ელაპარაკო, მათ შორის კითხვები აქვს რაღაცებზე უპასუხო. სხვა უფრო ისეთ დასახლებებში მე ჩემი გამოცდილება არის ვიღაცა სხვა თუ შეიძლება ჩადიოდეს სხვა პოლიტიკურ ლიდერში და სხვანაირი ამბავი იყოს, მაგრამ მე რო ჩავდივარ, კომუნიკაციის პრობლემა არის ის, რომ ადამიანებს ეშინია და არ გამოდიან და ვერ ხვდები და ვერ ველაპარაკები. იქ სადაც გამოდიან და ხვდები და ველაპარაკები, იმ ადამიანების 99% არაფერში დარწმუნება და ახსნა აღარ ჭირდება, ისედაც არიან ის ადამიანები, ვისაც უბრალოდ რაღაცა ჩემ გაცნობა უნდა, ხელის ჩამორთმევა უნდა და გასაუბრება უნდა ჩემთან, თორე რამეში დარწმუნება იმ ხალხს არ ჭირდება. ანუ ის ადამიანები, ვისაც წარმოუდგენიათ, რომ ჩახვალ რეგიონში და შეხვდები და გადაარწმუნებ რაღაცაზე, ეს ადამიანები შეხვედრაზე არ მოდიან, მე ფიზიკურად ვერ ხვდები. ამიტომ თქვენ რომ მიხვიდეთ კარდაკარ კამპანიის ფარგლებში. აუ მიულია კარდაკარაც, მაგრამ ის არის ჯერთი ის ხო არის ხარჯეფექტიანობა ხო არის, ანუ რაღაცა შემიძლია რაღაცა არ ვიცი, დავждე და ერთ დღეში ვიდეო ჩავწერო, რომელსაც დავდებ სოციალურ ქსელებში და იმას ნახავს, არ ვიცი, 10,000 ადამიანი. ან შემიძლია დავხარჯო და ნათელაბებს არ აქვს YouTube და Facebook-ი. ხო და მაგას ვამბობ, რომ ერთი დღის განმავლობაში შემიძლია, არ ვიცი, 20 ოჯახს კარდაკარესზე შევხვდე და ველაპარაკო, მიკეთებია ეგეც. ან შემიძლია 10,000 ადამიანს გავაგებინო და ხარჯეფექტიანობის ამბავი. ჩემზე ვიძახი, მე ჩემზე მაქვს ლაპარაკი, ის ანიშნავს, რომ არც ერთ პოლიტიკურ ზედმეტ ჩემი გამოცდილება არის ეს, რომ მე ესე გამომდის და სხვანაირად არ გამომდის. ფრონტის მითს ვერ დაამსხვრევდით, აი ესე თუნდაც პირდაპირ კომუნიკაციით, კვლევებმაც აჩვენა, რომ რაღაც ფაქტორი იყო ეს, რომ რატომ არის არჩევნების წინა პერიოდში, როცა მართლა დავდიოდით და პერიოდს დავდიოდით ჩვენ რეგიონებში, იშვიათი შემთხვევები იყო, ჯერ ერთი არ იყო ესე, რომ რაღაცა ეგ იყო მთავარი თემა დისკუსიის. მთავარი თემა დისკუსიის ყოველთვის იყო, როგორ აპირებთ გამარჯვებას. ამ მთავარი რაში სჭირდებოდა ადამიანების დარწმუნება იყო ის, რომ ოპოზიცია ჯამში შეძლებს დაამარცხოს ივანიშვილი. და რაღაცნაირად ეგ რწმენა გაგეჩინა ადამიანებს, რომ მაგის შანსი და რესურსი გვაქვს. და რამდენჯერმე იყო ეგ შემთხვევა, როდესაც კითხეს, რომ რაღაცა ის ომის თემაზე ეს რო არისო და რაღაცა აი მეზობელს ველაპარაკები და ვერ გავაგებინო, სადაც აუხსენით, რომ რაღაცა მე მაგათაც შემოყვადა ხოლმე უკრაინის მაგალითი, რომელიც ყველაფერი დათმო და მიუხედავად ამისა მაინც შეიჭრა რუსეთი, ერთი და რაღაც არგუმენტები რაც ქონდა მოყავდა, მაგრამ ეგეთი იყო რამდენიმე შემთხვევა, მე რაც თქვი და მე ჩაიხვეს იყო ის, რომ არავის არ ქონდა რაღაცა მოკლე ეფექტური მესიჯი, რომლითაც რაღაცა აბა ომი გინდაზე ასევე მოკლედ გაცემდი პასუხს. და ეგ არავის არ ქონდა, ვინმეს რო გაეჟღერებინა თუნდაც ერთხელ მაინც სადღაც რაღაცა ყველა ჩავლევდა, მაგას გამოიყენებდა, მაგრამ არ იყო პირიქით ამბავი იყო, რომ რაღაც ადამიანს თუ ხო გარშემო გეყოლებათ ადამიანი, რომელსაც ძაღლის ეშინია. გეყოლებათ ადამიანი, ხო?
ხო, რამდენიც არ უნდა ელაპარაკოთ ამ ადამიანს ეხლა რომ რაღაცა ძაღლი არ გიკმეს რაღაცა, შანსი არ არის, არ ეშინია ადამიანს, ხო? ან რა ვიცი, ადამიანს კლაუსტროფობია აქვს, რამდენიც არ უნდა ელაპარაკოთ. რატო ადამიანები ფობიებს ამარცხებენ თუ სწორად მიუდგებით და გარუმარტავს. უბრალოდ ახსნა რატომ ვერ მოძებნა ოპოზიცია. თუ და ჩაუტარებ და ატარებ რამდენიმე თვე კურსებზე, მაშინ შესაძლებელია, მაგრამ არასდროს ბატონო, თქვენს ნაცვლად ვის უნდა მოეფიქრებინა ის, რომ თუ თქვენ გაიმარჯვებდით არჩევნებში, ომს არ დაიწყებდით, ეს message box-ი რომ შეგემუშავებინათ. მაგაზე არც იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ თუ გავიმარჯვებთ, ომს არ დავიწყებდით, ეგ ისე მაგაზე ლაპარაკი არ იყო. ამაში დაარწმუნეს ხალხი. 20 საზრდოობს ამით. ეგ არ იყო მაშინ, აბა ომი გინდათ ნიშნავდა, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, რუსები შემოჯრიგინდებიან აქ ტანკებით. ჩვენ კი არ დავიწყებით, რუსები შემოჯრიგინდებიან აქ ტანკებით. მაგის საწინააღმდეგოდ, რასაც უხსნიდით, არგუმენტები რაც იყო, ვისაც უხსნით, ყველას ესმოდა. ოღონდ ეგ არის ვრცელი საუბარი და ეგ არ არის მოკლე მესიჯი, რომელსაც ბანერზე დაწერ. მაგაზე მაქვს ლაპარაკი, თორე ახსნით, ვისაც კი გაინტერესებდა, ბევრგან რა შეხვედრების დროს გვაქვს ახსნილი და გარდა მაგისა ეთერებში მაქვს მე ახსნილი, როცა ეგ თემა წამოწევლიყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ხო, აი საყვედურობენ რომ ეთერები და YouTube-ი და Facebook-ი არ არის საკმარისია. ცოტა დრო გვაქვს და პოლიტიკაზე კითხეს და სინამდვილეში კიდევაც საუბარი ძალიან მოკლედ. სინამდვილეში ადამიანების ის ნაწილი, რომლებმაც ნახეს რა ხდებოდა ბოლო პერიოდში ქვეყანაში, მათ შორის ნახეს ადამიანების წამება, ნახეს ადამიანების ციხეში გამოკეტვა არაფრის გულისთვის, მათ შორის არის ნარკოტიკების ჩადება, პოლიციელების გალაწუნების გულისთვის ადამიანი კინაღამ სიკვდილამდე მიიყვანეს და ეს ყველაფერი ვინც ნახა და მაგის მერე კიდე რჩება იქით ხარეს, მათი ყველას არა, ცხადი ომის ეშინია, მეც მეშინია, ჩვენს ყველას გვეშინია ომის, მაგრამ მაგ ადამიანების მხრიდან, მათი აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ იქით ხარეს, იმიტომ არიან, რომ ომის ეშინია, სინამდვილეში არის ამ მთელი ამ ამორალურობის გამართლება. სხვანაირად ამას ვერ ამართლებენ. სინამდვილეში მათ ჭირდებათ სალაპარაკოდ მეზობელი რო ეტყვის, რომ ამათ ხარეს კიდე რანაირად ხარ და არ ვიცი ფოტოს ანახებს თავპირ დალეწილი ადამიანის და ამის და იმის და კიდე რანაირად რაღაცით ხო უნდა რაღაცა უნდა დააყენოს უფრო მაღალი მნიშვნელობის, რატო არის იქითკენ და მაგით იმართლებენ. არ მართლა იმს კი არ არის, რომ რაღაცა ის იმას კი არ რომ ომის არეშინათ ადამიანებს. ცხადია, ადამიანებს ომის ეში ყველას გვეშინია. ომი არავის არ გვინდა, მაგრამ მათთვის ეგ პასუხი არის უბრალოდ პასუხი, რომელთაც გადაფარავენ ნებისმიერ ამორალურობას. მაგის თქმა მინდა და ეს ასე არის. რა დაგვრჩა თუ პოლიტპატიმრებზე კითხეს ძალიან მოკლედ, რადგან უბრალოდ არ გამოვტოთ ძალიან მოკლედ პოლიტპატიმრები და გეგმა თქვენი როგორია პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის ერთ-ერთი შანსი არის ამ ხელისუფლების ცვლილება, ანუ ახალი არჩევნები, ახალი წესებით, ახალი ადმინისტრაციით და პოლიტპატიმრები გათავისუფლებენ მხოლოდ მაგ შემთხვევაში. ერთადერთი გზა ეგ არის, ანუ მაგის იმედი, რომ პოლიტპატიმრებს ესენი გათავისუფლებენ, არ უნდა ქონდეს გეგმა, მოდი მოკლედ ვიტყვი, ძალიან მოკლედ ვიტყვი რა, ზოგად კონტურებს ვიტყვი რა. გეგმა, რომელსაც ჭირდება ასევე ჩემი ერთობა არის ის, რომ რაზე დგას რეჟიმი, რაზეც დგას იმ რაღაცებს უნდა დაარტყა. ეს რეჟიმი დგას ერთი ფულზე, მეორე დგას კონკრეტულ რაღაცა ელიტაზე, იქნება ეს მოსამართლეები, იქნება ეს პროპაგანდისტები, იქნება ეს მხარება და მისი მოძალადეები თუ ასე შემდეგ და მესამე ეს არის აი ეს ადამიანები, რომლებიც ომის შიშით ვითომ ამართლებენ ნებისმიერ საზიზღრობას და ყველანაირ ამორალურობას. სინამდვილეში არის ეს სამი ძირითადი სვეტი, რომლებიც არის დასარტყმელი. ოღონდ და ამით დავამთავრებ, ანუ როგორ უნდა დავარტყოთ მაგაზე შევვილაპარაკოთ და რავი თუ მომიწოთ მე შემიძლია ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ამ რაღაცებზე დარტყმა არ გამოვა ისე რომ ჩვენ დავრჩეთ კომფორტის ზონაში. არ გამოვა, შეუძლებელია. იმიტომ რომ ეს რეჟიმი იკვებება ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ჩვენი გადასახადებით ფინანსდება ამ ყველაფრის შენახვა. ამიტომ ჩვენს აღმოჩნდებით სულ მდგომარეობაში, ჩვენი მდგომარეობაც გაუარესდება და ეს არის ბუნებრივი და ამაზე უნდა ვიყოთ მზად, რომ წავიდეთ და მხოლოდ ესე შეიძლება ეს სვეტები გამოაცალო ამ რეჟიმს და ჩამოშალო. ხო, ეს არის გასაკეთებელი, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ერთობით. ცალკე ერთცეთი პოლიტიკური ძალა მას ვერ გააკეთებს.